გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯური ჟურნალისტი. დღეს 17 აგვისტოა თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს VT საქართველოს ნიუსი. საწვავის კრიზისი, ოკუპირებულ აფხაზეთში სამეგრელო საზღვაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და რუსული ტრენინგები ქართული მედიისთვის დღეს ჩვენი გუნდი ამ თემებზე მოგიყვებათ. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი გრძელდება. თბილისიდან გაგზავნილი რესურსის მიუხედავად იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის არაფერი შეცვლილა. ბენზინგასამართ სადგურებზე ისევ კილომეტრიანი რიგებია. ადგილობრივების ინფორმაციით გალში სულ 10 პატარა სადგურია და არც ერთ მათგანში საწვავი არაა. ბენზინი არ იშოვება არც სოხუმში, იგივე შინაარსის ინფორმაციები ვრცელდება გაგრიდან და ბიჭვინთიდან. საწვავის კრიზისის საკითხზე მუდმივად ავრცელებს ინფორმაციას თავად საოკუპაციო რეჟიმიც. ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტთან თათბირის ამსახველი ვიდეო სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე ვრცელდება. საინტერესოა, რაზე ამახვილებენ ყურადღებას ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრები. ციტატა: საწვავი, რომელიც შემოდის, ხმარდება პოლიციას, უსაფრთხოებას და საგანგებო სამსახურებს, მათ ვინც უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირებას. მადლობა რუსეთს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში გვეხმარებიან. მხოლოდ რუსეთიდან არ შემოგვაქვს საწვავი, შეგვიძლია ალტერნატიული გზებიც ვიპოვოთ. ასეთია თათბირის სულისკვეთება. Надо будет обеспечить работу всех служб. საჭირო იქნება ყველა იმ სამსახურის თუ განყოფილების მუშაობის უზრუნველყოფა, რომლებიც სახელმწიფოს სიცოცხლის უნარიანობას განსაზღვრავენ. აუცილებელი იქნება საწვავით უზრუნველყოთ სამართალდამცველები, უსაფრთხოების სამსახურები, სოციალური და კომუნალური სამსახურები, სასწრაფო დახმარება, სახელმწიფოს საკვანძო ობიექტები. სამწუხაროდ გარემოებები, რომლებიც საწვავის ბაზარზეა, ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცის ეს რატომ ხდება. მადლობელი ვარ, რომ გაგებით ეკიდებიან იმას, რაც ხდება, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ არც ჩვენ ვსხედვართ უსაქმოდ. როგორც ვიღაცეები ირწმუნებიან, არ ვართ სტატისტები ამ სიტუაციაში. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს საწვავის ბაზარზე ვითარების დასარეგულირებლად. მადლობას ვუხდით რუს კოლეგებს. ყველაფერი, რაც დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ხდება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობითაა. იცით, რომ მე თანამშრომლობ ბატონ კირიენკოსთან. თანამშრომლობენ უწყებები. ეს თანამშრომლობა იძლევა შედეგებს. На стабилизацию ситуации на топливном рынке благодарен нашим российским. Заработали заправочные станции в Галле. ამოქმედდნენ ბენზინგასამართი სადგურები გალში, ოჩამჩირის რაიონში, ტყარჩელის რაიონში. რამდენიმე კერძო ბენზინგასამართი სადგური ამუშავდა დედაქალაქში, სოხუმში. გვესმის, რომ ჯერ ნარჩუნდება ხანგრძლივი რიგები. ეს დისკომფორტს უქმნის ჩვენს მოსახლეობას. ამ საკითხების დასამუშავებლად ყველა შესაძლო ინსტრუმენტს განვიხილავთ. Все возможные инструменты для того, чтобы И здесь подключены все პროცესში ჩართულია ყველა მოქმედი ორგანო, რომელიც ამ ჯაჭვშია. მათ შორის აფხაზეთის რკინიგზა, ენერგეტიკის სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. იმედი გვაქვს სიტუაცია შეიცვლება, მაგრამ ახლა გარემოებები ქმნიან წინასწარ განწყობას, რომ საწვავით კონკრეტულად ბენზინით მომარაგება აფხაზეთის რესპუბლიკაში სტაბილური არ არის. არსებობს ინფორმაცია, რომ ერთ დღეში კიდევ შემოვა ახალი პარტია, რომელიც 1000 ტონაზე მეტი იქნება და იმედი გვაქვს, რომ გრაფიკი, რომელიც უკვე არის შეთანხმებული მომწოდებლებთან, დაცული იქნება. Сегодня, как министр только что სოციალურ მედიაში ასევე ვრცელდება მკვეთრად უარყოფითი გზავნილები თბილისიდან გაგზავნილი საწვავის მიღების გამო. სეპარატისტულად განწყობილი ტელეგრამ არხებზე მკვეთრად აკრიტიკებენ აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. მით უფრო იმ ფონზე, რომ როგორც თვითონ წერენ, ადგილობრივებამდე ეს საწვავი არ მისულა. ჩვენი ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა იმყოფებოდა რუხში, ენგურის ხიდთან, ესაუბრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებს. მართალია ისინი კამერებთან ღიად საუბარს ერიდებიან, თუმცა მათ მიერ ცარიელი კანისტრების და ბიდონების გადმოტანა გალში არსებულ სიტუაციას ასახავს. სალომე ბოკუჩავა ახლა სწორედ საოკუპაციო ზონიდან შემოგვიერთდება ვარშავის სტუდიაში. გალის რაიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოქალაქეები ამჯერად ერიდებიან იმ პრობლემებზე საუბარს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის მიმართულებით, თუმცა მათი ნაწილი ადასტურებს, რომ 13 რიცხვამდე იყო კრიზისი და მათ არ მიეწოდებოდათ საწვავი, მაგრამ 13 რიცხვის შემდეგ ბენზინგასამართ სადგურებზე მათ უთხრეს, რომ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან საქართველოს მთავრობამ დიდი რაოდენობით ბენზინი გადასცა ოკუპირებულ
ოკუპირებულ ტერიტორიას იმიტირებული არის საწვავის ჩასხმა, გაორმაგებული არის ფასი. მეტნაკლებად ერიდებიან კამერასთან საუბარს მოქალაქეები სახის გამოჩენას, თუმცა თვალსაჩინო არის ის ბოთლები, რომელიც გადმოაქვთ ოკუპირებული ტერიტორიიდან. საუბარია რამდენიმე ლიტრიან ავზებზე, რითიც ცდილობენ რომ შეიტანონ უკვე საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე საწვავი. ამბობენ რომ მათ ორმაგის გადახდა უწევთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ აქვთ ინფორმაცია აფხაზეთის გარდა შედის თუ არა ეს საწვავი რუსეთის ტერიტორიაზე. გალშიც არის ბენზინის ხონდობა და ძალიან შეწუხებულია ხალხი. იცი რამდენი ღირს 130 მანეთი. ეს რამდენი ალარებში? ეს არის სადღაც 4 ლარის მეტი. და იქ სტანდარტულად რა ფასი ქონდა ბენზინს მანამდე? ადრე კი ქონდა 70, 65 და იყო კარგ ფასში. აი რამდენი ხნის განმავლობაში იყო საერთოდ შეწყვეტილი მოწოდება? ერთი თვის აქეთ. და რამდენი ხანი არის დაიწყო ბენზინის მოწოდება? ეხლა გუშინ წინ 13-ში იყო საქართველოს ბენზინის მოწოდება. ეს იცოდით რომ საქართველოს ბენზინი კი, იქ ითქვა რომ 300 ტონა ბენზინი შემოვიდა საქართველოდან. ის იქაურმა ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ თქვა? მთავრობამ არ თქვა, ვინც ასხამს ბენზინს იმან მომწოდებელმა, ხო. დიდია რიგები? დიდია რიგები? ზოგჯერ არის. საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი რაოდენობით საწვავი შევიდა. ამ ფაქტის გადაღება კი ზუგდიდში მყოფმა სამოქალაქო აქტივისტებმა შეძლეს. კადრები გავრცელდა სოციალურ ქსელში. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც წვდომა აქვს გალში არსებულ მდგომარეობასთან და ფლობენ მნიშვნელოვანი ინფორმაციას. ისინი გვეუბნებიან, რომ რიგები ამ დრომდე არ შემწყდარა ოკუპირებულ გალში. გალის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კი საქართველოს ხელისუფლების საწვავის შეტანის ფაქტს ეჭვის თვალით უყურებს და არ მიაჩნიათ, რომ ეს მათი გულწრფელი ნაბიჯია, რომელიც გალის მოსახლეობის დახმარებას ითვალისწინებს. ის საკითხები, რაც უახლოეს დღეებში იყო ყველაზე აქტიური, ვერანაირად ვერ დაგვაჯერა იმის ისტორიაში, რომ ეს ყველაფერი რამე ჰუმანიტარული ტიპის დატვირთვას ატარებს და ზრუნვის მატარებელია. მთლიანად აფხაზეთი არის შავი სივრცე, შავი ფულის კეთების სივრცე, სადაც კონტროლი არ არსებობს რამოდენიმე ადამიანის კეთილნებაზე და მათ რაღაც სახელმწიფო, ასე ვთქვათ, აზროვნებაზე ვართ ჩამოკიდებული, რაც ასევე აზიანებს ჩემი აზრით ჩვენს მიდგომას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ინაც და უკანაც ამ საწვავის ავზებს, ბენზინზიდებს მიყვებოდა კრიმპოლის მანქანები და როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ეს იყო აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს ახლა გურამზე საშვილი. უფერხებლად ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე ლაგბაუმი გაუღეს და გადაატარეს ეს მანქანები. მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ აფხაზეთში მდებარე რუსული ბაზები არ მარაგდებიან ამ საწვავით. მადლობა სალომე, შეგახსენებთ ჩვენი ჟურნალისტი აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზიდან საუბრობდა. ახლა სტატისტიკაზე გავაგრძელოთ საუბარი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით თბილისში ყოველდღიურად დაახლოებით 1800-დან 2100-მდე ტონამდე საწვავი იხარჯება. საიდანაც ყველაზე დიდი წელი ბენზინზე მოდის, დღეში 800-დან 1000 ტონამდე. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამ პერიოდში თბილისიდან ოკუპირებულ რეგიონში 400 ტონა ბენზინი შევიდა. თავად საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით აფხაზეთში 245,000 ადამიანი ცხოვრობს, მასში როცა თბილისში 1,250,000. როდესაც საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მიზნით საწვავის შეტანაზე, მოცემული რიცხვების მიხედვით მინიმუმ 2-3 დღით იქ მაცხოვრებელ ადამიანებისთვის სიტუაცია უნდა გაუმჯობესებულიყო. თუმცა, რადგან ასე არ მოხდა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შეტანილი საწვავი საოკუპაციო რეჟიმს ხმარდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნიუსი ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ საწვავის კრიზისსა და შესაძლო განვითარებაზე რამდენიმე კვირის წინ გიყვებოდა. თუ კი გსურთ, რომ არ გამოგჩეთ მნიშვნელოვანი ამბები, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი საინფორმაციო არხები Facebook-სა და YouTube-ზე. ახლა კი ოკუპირებული აფხაზეთის მომიჯნავედ სამეგრელოში გადავინაცვლოთ. სამეგრელოს საკურორტო ზონაში ადგილობრივები პრაქტიკულად შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ანაკლია განმუხური კურორტი, რომელიც წლების წინ მუსიკალურ ფესტივალებსა და ათასობით ტურისტს მასპინძლობდა, დღეს გაპარტახებულია.
მიღებულია. ევროპაში ყველაზე გრძელი ხის ხიდი მოსახლეობისთვის საშიში გახდა. სანაპიროზე კი ახალი არაფერი შენდება. განმუხურსა და ანაკლიაში ჩასულ დამსვენებელს დღეს მხოლოდ მიტოვებული სასტუმროები და დაუსრულებელი სამუშაოები ხვდებათ. ნახეთ სალომე ბოკუჩავას სიუჟეტი სამეგრელოდან. ხავსმოკიდებული სასტუმროები, ჩამოშლილი სათამაშო მოედნები, განადგურებული ამფითეატრი და უკვე დიდი ხნის წინ გაფუჭებული ღია საშხაპეები. ეს კადრები სამეგრელოში, საზღვაო კურორტ ანაკლიასა და განმუხურშია გადაღებული. ინფრასტრუქტურა აქ არ არსებობს. მე მგონი არცაა გათვლილი დასასვენებელ ზონა. ანა ხარაბაძე დედასთან და შვილებთან ერთად ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ისვენებს და ბავშვების თხოვნით ზღვას სტუმრობს. განმუხურსა და ანაკლიას ერთმანეთთან წინა ხელისუფლების დროს აშენებული ხიდი აერთიანებს. ენგურზე გადაჭიმული 504 მეტრიანი უნიკალური ნაგებობა მთელ ევროპაში ხის ყველაზე გრძელ ხიდად ითვლება. 2011 წელს აშენებულ ხიდს რეაბილიტაცია ესაჭიროება და ის მოსახლეობისთვის საშიში გახდა. ხიდია გადასასვლელი ანაკლიის თურმე საერთოდ მოშლილია და ძალიან საშიშია. ანუ ფაქტიურად უნდა იყოს ჩაკეტილი და აკრძალული გადასვლა. მაგრამ არის ღია. დაზიანება შეიძლება წამოკრა, მაგრამ ცოცხალი გადარჩე. და ის ხიდი სახიფათოა. წინა წლებთან შედარებით ცარიელია განმუხურის ბულვარი. დამსვენებლებს შორის ძირითადად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩასული ხალხი გვხვდება. გვეუბნებიან, რომ ახალი არაფერი შენდება, ძველი კი განადგურებულია. ასეა მაგალითად ღია ამფითეატრი, რომელიც წლების განმავლობაში ცნობილ არტისტებს მასპინძლობდა. ვაყოფილი მოვა რა, უკეთესი პირობები რო იყოს, კარგია. დიდი ხანი არაფერი არ გაკეთებულა და გული მწყდება. ნაპირთან ახლოს შემაკავებელი ნიშნულებია წარწერით, ცურვა აკრძალულია, მაგრამ მოსახლეობა რეკომენდაციას არ ითვალისწინებს. ეს ნიშნები დამსვენებლებისთვის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა შუა სეზონის დროს განათავსა. ხალხი ამბობს, რომ ივანიშვილი განმუხურში ზღვას უკანხევს. რატო შედის სიღრმეში ზღვა? კარგია ბაბუა, იქით იყო ზღვა ძველი დროს. ეხლა აქეთ მოვიდა და ვიდომ აკეთებენ. ეს ზღვა 1-15-20 მეტრი კიდე უნდა წავიდეს იქით. იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტი ანხორციელებს. უწყების წერილის მიხედვით განმუხურის ინფრასტრუქტურის დაზიანება ზღვის ტალღების ზემოქმედებამ გამოიწვია, რის გამოც დაწყებულია ეროზიული აღდგენა და დაცვის საშუალებები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანაპირო ზოლის შევსებისა და დაცვის სპეციალური სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ეროზირებული პროცესების ინტენსივობას და უზრუნველყოფს სანაპიროს მდგრადობას. სამუშაოების ღირებულება 3.209.993 ლარია და სრულად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დაწყებული სამუშაოების გამო შეჩერებულია კვებითი ობიექტების მუშაობაც. ძირითადი დატვირთვა ანაკლიაზე მოდის. ხალხის რაოდენობა იქ შედარებით დიდია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ტურისტი არა დასასვენებლად, არამედ ერთი დღის გასატარებლად ჩადის, რის გამოც სასტუმროების და სხვა კომერციული ობიექტების მეპატრონეები სეზონის ჩავარდნაზე მიანიშნებენ. 1-3-4 წელია დამსვენებლები არ არის. აქ არის ადგილობრივები მოდიან, საბანაო და მიდიან თუ. ვაჭრობაც არ არის შესაძლებელი. არა. ანაკლიის სანაპირო ზოლზე წინა ხელისუფლების დროს სულ 2 სასტუმრო აშენდა. მათ შორის იყო ოქროს საწმისი სასტუმრო დღეს ხავსმოკიდებული და განადგურებულია. ზღვის კურორტზე მას ფოტოების გადაღების გარეშე გვერდს ვერავინ უვლის. გული მტკივა რომ მხოლოდ იმიტოა გაპარტახებული ეს სასტუმროც, ეს ხიდიც, ეს ლამაზი მონუმენტებიც, რომ ეს არის ჩვენი საამაყო პრეზიდენტის გაკეთებული და მაგის ჟინაზე არის ეს ყველაფერი მომსპარი. მხოლოდ დანგრევაზე არიან და იმაზე რომ იმისი კვალი არ დარჩეს. სულ იძახის რომ მიშამ შეჭამა, მაგრამ რა შეჭამა, ყველაფერი მაგის დროს არ გაკეთდა და მიხაროდა აქ რომ მოდიოდი ხოლმე, მაგრამ ეხლა ძალიან გული მტკივა. აფხაზეთის მომიჯნავე განმუხურში ბულვარსა და საზღვაო ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. ადგილობრივები იმედს იტოვებენ, რომ ეს მხოლოდ დაპირება არ იქნება და ამ სასტუმროს მსგავსად სამუშაოები შუა გზაში არ გაჩერდება.
ახლა კი რუსული ჰიბრიდული საინფორმაციო კამპანიის შესახებ, სადაც საქართველო პირველ ადგილზეა. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის უახლესი ანგარიშის მიხედვით რუსეთი მთელს სოფლიოში მედია ტრენინგებს საკუთარი პროპაგანდის გასავრცელებლად იყენებს. ამ მაჩვენებლით კი საქართველო პირველ ადგილზეა. კვლევის თანახმად გასული 1 წლის განმავლობაში საქართველოში რუსული სახელმწიფო მედიის 6 მსგავსი ტრენინგი ჩატარდა. ანგარიში აღწერილია, რომ კრემლი ქმნის უცხოელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების გლობალურ ქსელს ისეთი პროგრამირებით, როგორიცაა Sputnik Pro და RT აკადემია. ინსტიტუტის დაკვეთით რუსეთის მთავარი მიზანია შეიქმნას ჟურნალისტების ბაზა, რომლებიც პრორუსულ ნარატივებს ოფიციალური რუსული მედიის გარეთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გაავრცელებენ. მსგავსი ტრენინგის ამსახველი ვიდეო მასალა ტელეკომპანია ფორმულამაც გაავრცელა. შეგახსენებთ, ქართული ოცნების მიერ ბოლო 2 წელში კანონების სერიაა მიღებული, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონად მოიხსენიებენ. ამ კანონების ერთობლიობის გამო საქართველოში დასავლური საგრანტო პროგრამები პრაქტიკულად შეწყვეტილია და შესაბამისად დასავლური საგანმანათლებლო პროგრამები ქვეყანაში ფაქტობრივად ვეღარ ტარდება. იმპერიის რღვევა გეოპოლიტიკური მიწისძვრა და საქართველოს ადგილი რეგიონულ არქიტექტურაში. გიგი უგულავას აქცენტები ვტ საქართველოს ნიუსთან ინტერვიუში. თბილისის მერს 2005-2022 წლებში, რომელიც ვარშავაში იმყოფებოდა, ჩემი კოლეგა ნათია კობერიძე ესაუბრა. თქვენ მერი იყავით იმ ქალაქის, რომელიც აღების საფრთხის წინაშე იყო. ძალიან ახლოს იყო რუსული ჯარი და შემოჭრას აპირებდა. თუ გნებავთ, გაიხსენეთ მაშინდელი ამბების, მაგრამ მე უფრო ის მაინტერესებს, ახლა თუ ხედავთ რაიმე მსგავსის მოხდენის საფრთხეს. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, სასიამოვნო მოულოდნელობაა. მოკლედ რო ვთქვათ და ცოტა ცინიკურად, დღეს 2008 წლის გამეორების საფრთხე არ არსებობს. პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ ის რაც მაშინ იარაღის ძალით შეიძლება მომხდარიყო, სამწუხაროდ ფაქტობრივი მდგომარეობა დღევანდელი ქვეყნის იქნება თუ ქალაქის შედეგის თვალსაზრისით დადგა უიარაღოდ. იმიტომ რომ 2012 წელი დღევანდელი გადმოსახედიდან გადაჭარბების გარეშე შეიძლება შეფასდეს, თუ მაშინ ეს კიდევ სათულო იყო, შეფუთული იყო დემოკრატიის საფარქვეში, პროდასავლურობის საფარქვეში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ მცოცავი ოკუპაცია შეიძლება დაარქვა, ეს არავის არ შეურაცხყოფს, ბევრი ადამიანი გულწრფელად იყო მაშინ აი ამ ტალღის, რასაც ოცნების ტალღა ერქვა, მომხრე, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით აღმოჩნდა მცოცავი ოკუპაცია და განსაკუთრებით ეს 22 წლის ფართომასშტაბიანი უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის გამოჩნდა, იმიტომ რომ ომი არტოვებს შუალედურ ფერებს. ომის დროს ან არის თეთრი ფერი, ან არის შავი ფერი. ამიტომ ყოველგვარი მიამიტური პრუტუნი იმასთან დაკავშირებით, რომ აი ქართულ ოცნებას და ივანიშვილს რაღაც ნეიტრალური უჭირავს პოზიცია, ეს არის აბსოლუტური სისულელე. დღევანდელი რეგიონში მიმდინარე პროცესი ძალიანაც რომ გინდოდეს, სულ გულწრფელად გინდოდეს და ეს მართლაც რომ შენზე იყოს მხოლოდ დამოკიდებული, ვერ იქნები ნეიტრალური. ან ერთ მხარეს იქნები, ან მეორე მხარეს, კი გასაგებია, მხარე აქეთ მხარეს ან იქით მხარეს ჩართულობის ხარისხი განსხვავებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ შეიძლება ნეიტრალური იყოს. ეს ინტერვიუს მხოლოდ ნაწყვეტი იყო, სრული ვერსია შეგიძლიათ ჩვენ სოციალური მედიის პლატფორმებზე ნახოთ, როგორც Facebook-ზე, ასე YouTube-ზე. აქვე გთხოვთ გამოიწეროთ ისინი ვტ საქართველოს ნიუსი. დღეისთვის კი სულ ეს იყო. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. დროებით.